დედაკახნო ჩვენ საქმეებზე დავრბოდით და უცებ შემოვიდა ესეთი შეკვეთა წყნეთში. საკუთარი სახელმწიფოებრივი მიდის, ხო? დიახ, აივანი არის დასასხმელი, სადღაც კუბატურას ეხლა გადაზომავენ და ამ წამინდელი მდგომარეობით ვიმყოფებით აჭალაში და შევპირდით, რომ 2 საათში საქმეს მოვაგვარებთ. მოკლედ დავიძრებით ეხლა ჩვენ მიქსერთან, დავჯდებით საჭესთან. ხო, მძღოლი არ ყავს ამ ეტაპზე და კახნოს მოუწევს მძღოლობა. და შევასრულებთ რა მოკლედ საქმეს. შეკვეთის მიღებიდან 9 საათში ქარხანაში ვიყავით, დავიტვირთეთ და გავეშურეთ წყნეთისკენ. მიუხედავად პარასკევის საცობებისა, მაინც ოპერატიულად მივედით და ჩავასხით 12 კუბი პომპა მიქსერით. ჩასხმა ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა, რადგან მაღალი დონის პროფესიონალები ჩვენსავით გუნდურად მუშაობდნენ და არანაირ შეფერხებას არ ქონია ადგილი. შეგახსენებთ, ბეტონის მიწოდება პომპის და პომპა მიქსერის მომსახურება თუ უჭირდებათ ოპერატიულად თავისი დაგეგმარებით ვადების და კუბის სიზუსტის დაცვით კახნოს სულ სერვისს გაგიწევთ. მოგწერეთ აქ ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე. პირველ საათზე დაწყებული შეკვეთა დასრულდა. ჯერ არის რომელი საათია? 4 საათია, ხო? 4 საათია, თავის დატვირთვიან ჩასხმიანად. კი. ყველაფერად მოვაგვარ. პირველ საკლდა 20 თუთი ავჭალაში ვიყავი ჯერ კიდე შეკვეთა. მართლა, ხო, აი. მართლა უნდა დამკვეთი ძალიან კმაყოფილი იყო ესეთ ოპერატიულ დროში, ესეთ სამუშაოს ვერავინ ვერ ასრულებს. გარდა კახი მაგარი გუნდის. არანაირი მარტო არა, გუნდი. ეხლა მეორე შეკვეთა შემოვარდა გზაში. ჩავდივართ, ვიღებთ ბეტონს და ამოვდივართ ისევ წყნეთში. მეორე შეკვეთა იყო 7 კუბიანი ისევ წყნეთში, სადაც ფანჩატურს აკეთებდა ჯიგარის სამეზობლო კომპანია კახნოს გვიყვარს და ვაფასებთ ესეთ ერთიანობას კაი საქმისთვის. აქ ოდნავ გაიწელა ჩასხმა, რადგან ხელით მიდიოდა გადანაწილება 7 კუბი ბეტონის და დაგვიღამდა კიდეც, მაგრამ ეგ არაფერი დამკვეთი კმაყოფილი დარჩა. კახნოს ქარხანაში წასვლა დაეზარა და პირდაპირ 10 კუბიანი ემაინის მიქსერით მივედით ჩვენს კორპუსთან.